საღამშვიდობისა, დღევანდელი კონსილიუმის წევრები არიან ბატონები რეზო შავიშვილი და დავით ზურაბიშვილი. როგორც ამ მიმდინარე მოვლენებში კარგად ჩახედული ადამიანები, თქვათ ესე რომ იყო ფორმატში განზაზღვრული რომ ესეთი პოლიტიკოსები თითქოს ვერ იდებოდი გადაცემაში მოყვანას, რათა არა, იმიტომ რომ არა რამე კომპლექსის გამო, არამედ იმის გამო, რომ იქნებ გარედან უფრო დანახულიყო მოვლენები და იგივე პოლიტიკოსებსაც უფრო გამოადგებოდათ იმ ადამიანებისა, თუმცა აზრი ვინც არ არიან უშუალოდ პოლიტიკაში, თუმცა უკვე ისეთი დრო დადგა, რომ ჯერ ერთი ზღვარი ახლა დათომად შემაშველა გადაცემის წინ წაიშალა უკვე სად არის პოლიტიკოსი, სად აღარ არის პოლიტიკოსი და შემდეგ ყველანი აღმოჩნდით პოლიტიკაში ჩართული. ახლა დღეს მართლა ვინც მოახერხებს და იტყვის რომ პოლიტიკაში ანუ პოლიტიკაში ჩართულობა ზოგს გონია რომ გინდა პარლამენტში უნდა იყოს კენჭე პოლიტიკა როგორ ვიცხოვრებთ ჩვენ ამაში ვართ ყველა ახლა ჩართულები და უკაცრავად და ისეთ ეპოქაში დავდექით სახელის დარქმევაც რომ ძალიან ჭირდა რა სახელიც ქვია ყველა ვხედავთ ეს არის სრული ტრაგედია თუმცა მე პირადად და მე ვფიქრობ ბევრს ძალიან დიდი მედი გვაქვს რომ ჩვენ ეს დიდი ტრაგედია იქნება ამავე დროს დიდი კატალიზატორი და დიდი გაწმენდის და დიდი მიხვედრების დასაწყისი პატა ქურდაძემ თქვა გუშინ ძალიან კარგად შეიძლება თქვენ უსვინეთ ან ვერ უსვინეთ თქვა რომ ეს არის იგივე რაც 11 სექტემბერი მოხდა ამერიკაში იმაზე თავდადაცევინა ჩვენ ისე ვეღარ ვიცხოვრებთ როგორც აქამდე ცხოვრობდითო მოკლედ დღევანდელ კონსილიუმზე მინდა რეზო ესეთი რამ გამახსენდა და მიხვდებით რატომაც რა თემას ვეხები ჩვენ მთავრობაზე მინდა ერთი გითხოთ ჩვენი მთავრობის საქციელთან დაკავშირებით და მახსოვს შეიძლება 2000 წელი იყო რომელიღაც წელი იყო რეზო შავიშვილი რომელიც არ დაეთანხმა მაშინდელ მთავრობას რაღაც საკითხებში და გადადექი მაშინ მახსოვს იყო რომ ძალიან რო ეხლა რო უყურებ ჯანსაღი სამოქალაქო პროცესი იყო სხვაშორის მაშინ გაზეთები ერთ-ერთ გაზეთს ფეცხოვწვანელოდი გაზეთება გამოაცხადეთ ესე პროტესტი თუ არ გადაბრუნდება თქვა რეზო შავიშვილი ჩვენ აღარ გამოვალთ თუმცა ნუ ის მაშინ იყო ბრძოლა მთავრობაში მაგრამ თავი რა მაინტერესებს ხო ეგ 96-ში და რა მაინტერესებს გადადგომა რა არის ესე ვილაპარაკოთ რომ ხალხს ხორგონია რომ საკითხი რა დროს უნდა გამოიყენო გადადგომა და არის თუ არა აუცილებელი რომ ზოგჯერ აუცილებლად შედგეს ეს პოლიტიკური აქტი არც მაშინ არ იყო ჩვეულებრივი აქტი ესა, იმიტომ რომ მაშინაც არ იყო საზოგადოება მიჩვეული სრულიად სტანდარტულ პროცედურას, როცა ხელისუფლების რომელიღაც მაღალჩინოსანი უბრალოდ თავისი სურვილით მიდის როცა არ ეთანხმება რაღაცას. ჩემ შემთხვევაში ეს უნდა გაკეთებულიყო პარლამენტის ხდომაზე, იმიტომ რომ პარლამენტთან ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვიყავი კონტროლის პალატის ამიტომ ორჯერ მომიწია ასეთი გადაწყვეტილების მიღება ერთხელ თქვენ დამაბრუნეთ გაზეთები გამოვიდა ჩვენ აღარ გამოვალთ თუ არ დაბრუნდება მაშინ თხოვნა სერიოზული იყო პრეზიდენტისგანაც მიზეზი ორივე შემთხვევაში 2000 წელსაც იგივე იყო მოგეხსენებათ ჩვენ ვაკეთებდით მოხსენებებს ვაძლევდით პარლამენტს ერთკვირიანი სკანდალი იმართებოდა მე ყველაფერი მიდიოდა პროკურატურაში და ამით კრება რჩებოდა მხიარული ასე ვთქვათ. მომაბეზრებელი იყო საგვარისად 96-ში მე დამკვიდრდა პრეზიდენტი რომ ასე აღარ იქნება და მე მოვტრიალდი უკან მეორე ვადით მაგრამ ასე გაგრძელდა. ამიტომ გადავდექი, იმიტომ რომ არ ვეთანხმებოდი რაღაცებს. აი ასე ვთქვათ პირდაპირ რა. თან პალატას რეფორმა ჭირდებოდა, მე ესეც ვთქვი და ერთი წელი რომელიც მე რჩებოდა ვადად მეორე ვადის ასრულებამდე ამ რეფორმისთვის საკმარისი არ იყო, ამიტომ ახალს უნდა დაეწყოს ყველაფერი. მე ეს თქვი პარლამენტის ხდომაზე. არ მეთანხმებოდა არც ზურაბიშვილია, არც ედვარდ შევარდნაძე, მაგრამ ნუ ახლა გადაწყვეტილება ასეთ შემთხვევაში მყარი უნდა იყოს. ეს არ უნდა იყოს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა. განსაკუთრებული იმ თვალსაზრისით შეიძლება იყოს, რომ ასეთ ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები გადადგომის შემდეგ პირების გადადგომის შემდეგ შეიძლება სახელმწიფო პოლიტიკა იცვლებოდეს, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ასე არ იყო პოლიტიკა დარჩა ისევ ისე. ამიტომ თავისუფალი ვიყავი გადაწყვეტილებაში და გადავდექი. ახლა თქვენ თუ პარალელი გინდათ გაავლოთ. და გინდათ თქვენ ერთი სკრი თუ იმე რამეს არ ეთანხმება, უბრალოდ ჩვეულებრივი ამბავია გადადგომა და ეს არ ნიშნავს. ახლა მეორე რაცა მოხდა ის რაც მოხდა და ორივეს გეკითხებით ხა დათო დავიწყოთ. მე არ ვაპარაკობ ახლა შენან პოლიტიკურ შეფასებას. აი ვაპარაკობ საფრანგეთში. ჩვენ ხომ ეს გვინდა რომ ეძახიან საფრანგეთს ნუ შევედრებით. აუცილებელია თუ არა ასეთ შემთხვევაში პოლიტიკური პასუხისგებლობა, როცა ამობენ რომ მე ვიღე პასუხის, გულისხმობ თუ არა რომ 1 საათში, 9 საათში თავრობა გადადგეს პრემიერ-მინისტრია. ეს არის რიტორიკული კითხვა. რა თქმა უნდა ეს ჩვენ კი არა აგერ თვით გიანო დიამაც კი რომელსაც ახლა ნამდვილად ვერ დავაბრალებთ რომ
ხელისუფლების მიერ ძალიან კრიტიკულია, მანაც კი აღიარა, რომ ნორმალური ამ სიტუაციაში არის ის, რომ მთავრობაც გადადგება და პრეზიდენტიც კი უნდა გადადგეს. იმიტომ რომ ეს მართლა არაორდინარული ამბავია. მაგრამ ასევე რაღაცა ძალიან ისეთ საოცარ რაღაცას გვეუბნება იგივე ბატონოდია, რომ თურმე, ნუ ახლა მაგრამ რას ვიზავთ ახლა აგერ ყავს თურმე ქართული ოცნება და ვიზრაევარიშვილი ალტერნატივა და ნუ აბა უნდა ავიტანოთ თურმე ეს. ანუ ეს არის აი რაღაცა ძალიან უცნაური, მე ვიტყოდი, ეს არ არის მარტო ნოდიას რაღაცა მომენტი. ესეთ საერთოდ უყურებთ უცნაურობას, რაც მოხდა მართლა და ეს ანაბანაა დემოკრატიის. ხო და ანაბანაც არის და კი თქვენ გითქვით რომ საფრანგეთს და იმას გვინდა და ემსგავსოთ ევროკავშირს ვითომ და ყველგან გვიკიდია ეს ევროკავშირის დროშები, მაგრამ მე რაღაცა თუ ხელისუფლების კურსს ჩვენ დავგვირდებით და წმინდა ისეთ ანალიზს გავუკეთებთ, არანაირი ასეთი სურვილი იმის რომ ჩვენ ვიყოთ ევროპული ტიპის ქვეყანა არ ჩანს ამათქმედებებში. ჩანს რომ აქ იყოს რაღაცა ისეთი ტიპის, რაღაცა აზიური ტიპის, რაღაც ასეთი ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც აი სინგაპურში როგორიც არის მაგალითად სხვა ასეთ რაღაცეების, აი ესეთი ტიპის რეჟიმი იდგეს და ამავე დროს ეს რეჟიმი მთელი მსოფლიოს მიერ აღიარებული იყოს როგორც დემოკრატიის შუქურა, რაღაც არის უცნაური მიდგომა ქონდა და ეს უნდათ, ანუ შიგნით ვიქნები მოკლედ ავტორიტარული რეჟიმი და გარეთ ყველა აღიაროს დემოკრატიად და რაც თავი ერთი პერიოდი ამის გაუვიდათ ეს და კი ასეც იყო. ანუ აქ სერიოზულად მიდიოდა ავტორიტარული რეჟიმის შენებულობა და ეს მოდიოდა 2003 წლიდან დაწყებული და მე პირადად ეს დავინახე, რომ მეც გადავდიქი. თავის დროზე ერთალია საპარლამენტო თანამდებობიდან, მაგრამ როდესაც დავინახე, რომ აი აქეთ მიდის სწორედ აი ასეთი ტიპის ქვეყნებისგან და აი ეს საშინელებები რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო ლოგიკური. მე ამ განადგურებას თქვენ სპეციალურად შეგარჩიეთ, რომ მე ადამიანებს უნდა უთხრა, რომ ეხლა რომ რაღაც ზოგი მაცერები დაწერა, ზოგი იძახის, რომ მაჯორიტარი დეპუტატი რომ არ ვეთანხმები, ზოგი იძახის, რომ თვალი ამეხილა ერთმა დაწერა და ამისთვის არ ითქო, შეიძლება დაავიწყდეთ და ვახსენეთ, რომ უნდა გადადგე ამ დროს და არაფერი დაგიედი არა. რა თქმა უნდა, რომ აქ არის ძალიან მარტივი რაღაცა. რეალურად ეს წოდა ყველა მიწოდა, რა თქმა უნდა, ვიზუალურად რო ნახულობს, სხვა ეფექტი აქვს და შემაწურებელი და დამანგრეველი ეფექტია, თუმცა რეაქციები ხარ არის ვიღაცეების, ახლა ვისაც შეჩენილი აქვს რაღაც ადამიანი რომ მართლა შეწუხებულია და კი ახლა ზოგი უნდა გადადგეს კიდეზე, უნდა დატოვოს კიდეზე, არ მგონი ხა იმ პოლიტიკურ ძალას ეკუთვნოდი ადამიანი, რომელიც აი ასეთ რამეზეა პასუხისგებელი და თან იცი რომ ასეა. ეს არ არის ის რომ მართლა ვიღაც 1-2 ადამიანი რომ მით უმეტეს რაღაც ხაფარს რომ ვიყებია რომ ფულით მოისყიდა. ვიღაცა ფული გადაიხადეს და თურმე მთელ ქართულ პენიტენციარულ სისტემაში წავიდა რაღაც საშინელი წამები და გაუპატიურებები. მაგრამ არის ეს კატეგორია ადამიანების, რომელიც აი აშკარად ბრაზობს იმაზე, რომ ეს ამბავი უხეშად უთქვათ გაბაზრდა. ანუ აი გახდა ცნობილი და აღარ იციან სიბრაზისგან აი როგორ მოხდა ეს და ახლა კიდე რაღაცებს ხაბრებს მიყვებიან, რომ აი თურმე რაღაცაა თუნდაც ერთ სიტყვაზე გაიყვანა, თუნდაც იმ ბედუკაძის დანაშაული მაგალითად. აი ეს არის რაღაც აუცილებლად ჩემთვის. აი ესეთი რაღაც არადეკვატური რეაქციები, ლაპარაკი იმაზე რომ რაღაცა მოსყიდვას ქონდა ადგილი, რაღაცა აი როგორ შეიძლება ამის წინას არჩევნად გამოყენება და აი ასეთი რაღაცები გვესწრებს. ამ დროს ხდება საშინელი ყველაზე ბუნებრივი რეაქცია აქვს მეგონი ახალგაზრდობას. აი ახალგაზრდობა სტუდენტობას, რომელიც აი ამდენი ხნის მერე გამოდის მასიურად დღეს პირდაპირ პოლიტიკური მიზეზი. არა, პოლიტიკური პირდაპირ გეუბნება რომ მოშორდით აქედან რა, ესე იგი აი ვინც არის გაკეთებელი ხარ და ძალიან მარტივი მიდგომაა და სწორია. ერთი გადადგომასთან დაკავშირებით ვინმე რომ შევიხსენოთ, ერთი რატო გადადგა, ნუ ყველა ვიცით გერმანიის მინისტრი, რატო გადადგა უნგრეთის ესე ვთქვათ მინისტრი. ესე ვთქვათ ამასთან დაკავშირებით, იცი გერმანიის მინისტრი თუ არ ვწდები, ფული ისესხა მეგობრისგან და არაფერი არ იყო და არ უნდა ესესხებინა და ნუ თხეს რომ და თუ გინდა ჩემი კოლეგა ინგლისელი. ხო და უნგრეთის უკაცრავ და უნგრეთის პრეზიდენტი საერთოდ ესე გადადგა რომ დისერტაცია დაიწყო, ის კი არ შეეშალა ვეფხის ყავსის რაღაცა. დისერტაციაში 2 წყარო არ მიუთით და 2 წიგნია და გადადგა. ჯობია უნგრეთისთვის ესე გადავდგეო თქვა და ნუ ჩვენ ჩემი კოლეგა გადადგა ინგლისელი, არ ვიცოდი მე, აქ ნამყოფია სხვათა შორის 12 კონტროლის პალატის თვალსაზრისით. კი. გადადგა იმის გამო, რომ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მან დახარჯა ბოლო 10 წლის განმავლობაში მივლინებებში, რომელშიც შეეძლო არ წასულიყო კონფერენციებს ესწრებოდა სახელმწიფო სახსრებიდან 16500 ფუნტი. კირვანკა. შეეძლო არ წასულიყო. ნუ ასე ჩათვალა საზოგადოება. აღარც გამოძიება წასულა არაფერი, კაცმა თქვა, მე მივდივარ. რახან ეჭვი შეიტანეთ ჩემ წესიერებაში. 10 წლის განმავლობაში ვამბობ. რეზო აი რეკლამის შემდეგ შევისაუბროთ, ეხლა ის გონივრული ეჭვი რო დაამკვიდრეს ეს სიტყვა, რა გონივრული ეჭვები არსებობს, ნამდვილად გონივრული და ეჭვის გარეშე, რომელიც პრეტენზიები, რომელიც ამ თავრობის მიმართ, ესე ვთქვათ, არსებობს აი ამ წუთში.
და ამავე დროს ჩვენ საუბრობთ ერთი წუთი თუ თქვა ამ შემთხვევაში ნამდვილად არ ვარ ჩართული იმ დემოკრატიის ელემენტარულ სტანდარტებზე, რომლებიც არსებობს ევროპაში. იმ ევროპაში, სადაც ჩვენ მხოლოდ საყიდლებისთვის კი არ უნდა ვიავროთ, არამედ უნდა რაღაცა ხანდახან შეიძლება რომ ან ტელევიზორში ხედავ, ან გაზეთსაც გადაავლოთ თვალი უბრალოდ. რეკლამა და რეკლამის შემდეგ ამაზე ვისაუბრებთ. გრძელდება კონსტიტუციური ჩვენი სტუმრები არიან ბატონი ბერივას შავიშვილი და დავით ზურაბიშვილი. ჩვენ საუბრობთ მთავრობის პასუხისმგებლობაზე ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი მთავრობის და რას ნიშნავს პოლიტიკური პასუხისმგებლობა და საერთოდ რას ნიშნავს, როცა ამობენ რომ მე ამაზე პასუხისმგებლობას ვიღებ, ხშირად ეს რაღაცა იქცა რაღაც უბრალოდ გაუგებარ ფრაზად. ხოლო ახლა ჩვენ დავით წინა ბლოგში ვსაუბრობდით იმ ეჭვებზე, გარდა იმისა რომ ეს ამბავი რადგან მოხდა და მთავრობას ეს გამოეპარა, ანუ უხეშად რო თქვა ძღოლმა რომელმაც მანქ ვერ დაიმორჩილა საჭა სხვადასხვა მიზეზის გამო და ხრამში გადაჭეხა მანქანა, მაინც და მაინც აღარ უნდა მოითხოვოს რომ ამ ექსკურსიის მძღოლი ისევ მე ვიქნები და მე უნდა გატაროთ, იმიტომ რომ ძალიან მინდა ტარება, თუმცა მეუბნები რომ შენ ტარება არ იცი კარგ შემთხვევაში. მაგრამ არის ეჭვი რომ და სერიოზული ეჭვები რომ აქ უფრო შელიოზულ საქმეებთან იყოს შეიძლება დანაშაული. ჩვენ ახლა რეკლამაშიც უყურეთ, საინფორმაციოებშიც იქნება, არის ეჭვი რომ ბაჩო ახალაია მონაწილეობდა და სერიოზული ეჭვია და წესით ძიება უნდა მიდიოდეს რომ ის მონაწილეობდა ძალიან მძიმე დანაშაულებებში და ლაპარაკი არა მის გადადგომაზე. მთავრობა იმიტომ უნდა გადადგეს რომ ბაჩო ახალაიას ესეთი ეჭვებია მის მიმართ, რომ მკვლელობებზე არის საუბარი ასე შემდეგ. ჩვენ ყველა მოყურეთ აღიარებით ჩვენებებს და მე ვფიქრობ რომ ამან მნიშვნელოვნად დაანგრია საგამოძიებო სისტემა და ამას არ ჭირდება დიდი იურისტობა, იმიტომ რომ უყურეთ რა პირობებში იწერება აღიარეთი ჩვენებები და აღიარებით ჩვენებებზეა ძირითადად შემო ეს აგებული ეს მთელი ამბავი და ის პროკურორი რომელიც ახლა ამებზე საუბრობს, ამ პროკურორმა არ მოახდინა რეაგირება არც ახალ დამცველის, არც უამრავ შეტყობინებაზე და სამაგიეროდ აიღო მტკიცებულებად ეს აღიარებითი ანუ ახლა გეკითხებით შეიძლებოდა რომ მთავრობას ხელისუფლებას ეს ასეთი ამ მოსმენის პირობებში ამ თვალთვალის პირობებში ამ ტელეფონები ეს არ წოდოდა რაც ხდება ციხეში სხლობის განმავლობაში კლასიკო პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ორი სიტყვა ხო რაში გამოიხატება პოლიტიკური მე ვიცი რა არის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა აი დღეს კი ბარამიძის განცხადება წავიკითხე რომ ჩვენ შეცდომებს თვალებში უყურებთ თვალებში ხალხს უნდა შეხედოთ შეცდომებს რას უყურებთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნიშნავს რომ პოლიტიკიდან მიდიხარ როცა ვერ აკეთებ ამ საქმეს სხვა პასუხისმგებლობა არავინ არ გიჭერს ამის გულისთვის და პირობა ვერ შეასრულე დანაშაული არ ჩაგიდენია ვერ შევძელი და მიდიხარ და პოლიტიკაში შენს ადგილს იკავებს სხვა ეს არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ მოუტრიალდეთ დღევანდელ მთავრობას შენ აი წინა ბლოკში ვლაპარაკობდით ესენი უნდა წავიდნენ და მოვა სხვა მეტი არაფერი არ ხდება ამ დროს ეს არ უნდა იყოს ტრაგედია გადადგომაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ვერ შევძელი და წავედი ხო მაგრამ იქ სადაც ყველაფერი იცის ხომ არ არის ახლა ისეთი სიტუაცია რომ არავის არ უთქვამს არც გაზეთში დაწერილა არც ტელეინტერვიუში ან რადიო ინტერვიუში არავის არ უთქვამს და არც სახალხო დამცველს თუნდაც არ დაუწერია რომ საჟერო სრულებით დეპარტამენტში ამა და ამ ციხეში მიდის ეს ამბები პირდაპირ სიტყვებით არა პროკურორს რეაგირება არ გაუკეთებია. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამ ისწავლობაზე არაფერი არ ვიცით. როცა საჯარო მოხსენებას აკეთებს სახალხო დამცველი და საჯაროობა სავალდებულოა, იმიტომ რომ სახალხო დამცველი ხალხს იცავს და არა მთავრობას, რა? ხო? მასზე პასუხი საჯარო უნდა იყოს. როდისმე გაგვიგია ამის შესახებ. არა, ესე იგი არ ყოფილა რეაგირება. ესე იგი კაცმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა იუსტიციის მინისტრმა და მთავარმა პროკურორმა, ხო? პოლიტიკური პასუხისმგებლობა რა არის? წაბძანით, აქ სხვა პასუხისმგებლობაც დგება, რა თქმა უნდა, მოვალეობის არ შესრულების გამო. ან თვალის ახუჭვა და ასე. ხო, რა თქმა უნდა, კაცო, რა თქმა უნდა. ასე რომ აქ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ვიღებთ მოქალაქეთა კავშირიდან მახსოვს. ყველა ყოველთვის იღებდა პოლიტიკურ პასუხს. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, ჩვენ მეჯერ პასუხნაგები კაცი არ მინახავს. თუ ის ციხეში არ ჩასვეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა ნიშნავს წასვლას პოლიტიკიდან, მეტი არაფერი. დღესაც იგივე სახეებს ხედავთ, ხო? 20 წელია ერთი და იგივე პირთვი ზის პარლამენტში, ჯერ მოქალაქეთა კავშირის სახით, ეხლა ნაციონალური მოძრაობის სახით. სად არის პოლიტიკური პასუხისმგებლობა? ქვეყანა მიდის უკან და უკან, სინამდვილეში. იმიტომ რომ ის რა განვითარებაც მივიღეთ, მაგალითად ინტერნეტი გვაქვს, ხო? სოფლიო ვითარდება და ჩვენთანაც შემოდის, ეს არ არის ამ ხელისუფლების და არც წინა ხელისუფლების დამსახურება, ხო? ასე რომ მე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი რა თქმა უნდა საქართველოში არ მინახავს პრაქტიკულად ერთეული შემთხვევების გარდა, მათ შორის
1-2 გადადგა, აი ნიკოლეკიშვილი გადადგა ერთხელ გახსოვს? ხო? იმიტომ რომ თქვა პირდაპირ, ვერ გავაკეთე და მე მივდივარ. თუმცა თქვა რომ მე მაინც დაუბრუნდებიო და დაბრუნდა კიდევაც. გადადგა. კი, მაგრამ გადადგა. პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ერთია, როდესაც ადამიანი ახლა გამოდის და ამბობს რომ იცით რა, კი სისტემური ასე ვთქვათ დანაშაული იყო, ანუ ეს არ იყო რაღაც ვიღაცის გადასტობა, როცა აპარაკობს სისტემაზე და თქვა თვითონ. სააკაშვილი რომ თვითონ აღიარებს. მეუბნება რომ იცი რა, კი ეს ჩვენი სისტემური იყო, ანუ ჩვენ გამოგვეპარა, თუ როგორ გამოგეპარა რაღაც რა შეიძლება სისტემური გამოგეპაროს. ანუ ეს ნიშნავს არ ვიცი რა, ახლა ეს ეწინააღმდეგება ერთ მორის. შეიძლება გამოგეპაროს რაღაც ასეთი შემთხვევითი რაღაცა, თუ სისტემური თქვა რომ არ გამოგვეპარა, უბრალოდ ყურადღება არ მიაქცია. ეხლა მოდი ასე ვიტყვი და კითხო პირდაპირ დაუბრუნდეთ. შენ გჯერა რომ სააკაშვილმა არ იცოდა ეს რაც ხდებოდა. არა თუ არ იცოდა. ეს იყო მათ მიერ ორგანიზებული შეგნებულად. ეხლა შეიძლება ასე დეტალებზე არ შესულიყო, იქ ცოცხი გამოეყერებია თუ რაღაც ხელკეტი თუ რაღაც ბოდიში ამ ის რომ აი ეს უსასტიკესი წამება დამცირება ადამიანების მაგათი ღირსების სასტიკად შელახვა. აი ამზე უნდა მიდგომოდეს აქ 2005-2006 წლიდან გვესმის ჩვენ უამრავი უფლებადაცვითი ორგანიზაციების გახსოვს ციხის პუნქტიც რო იყო რაღაცა რომ ბაჭო ახალაია რაც დაინიშნა ციხის უფროსად იმის მერე სულ გვესმის რომ არის სასტიკი წამება არის ის რომ გამოყავთ ხალხი ეუნებიან შეაგინე კურდებს რაღაცა ემუქრებიან გაუპატიურებით ცემენ აი რა ანუ გვიყვებოდნენ იმას რაც ეხლა ყველა უყურებთ და ეს იყო თვითონ 26 მაისის შემდეგ უშუალო მონაწილეობა 2006 წლიდან მოყოლებული შვეიცარიაში სახელმწიფო ღალატს იღებენ თავის თავზე სულ ასე იყო სულ ამაზე იყო ეს საათში ყვებიან რომ გვირაბებს ტყიდნენ ბომბეიდან არ ყოფილა უფლებადაცვითი ორგანიზაციები რომელსაც კი მეტნაკლები შეხება ქონდა ციხეებთან პენდენციარულ სისტემას და რომ არ ელაპარაკა ამაზე ამ წამებაზე ამ ღირსების შემლახავ რაღაც სასტიკ არადამიანო ერთი მიკროფონი არ დააყენეს ამას გულისხმობ ხო და ეს რა თქმა უნდა ყველა მიცოდა არა თუ იცოდნენ თვითონვე გეუბნებოდნენ ჩვენ რომ ჩვენ ვამარცხებთ ქურდულ მენტალიტეტს ქურდული მენტალიტეტი უნდა დაამარცხოთ და ქურდული მენტალიტეტი რომ დაამარცხოთ აი ეს ბაჭო ახალაედეს რაღაცა სადღაც პირდაპირ ვარ სტრიქონებს შორის რო გეტყვია რომ იცით რა უღა შეიძლება რაღაცა გადაცდომები იყოს იმიტომ ამას ხოლმე არ გამოდის აი ეს არის იმის ფასი რომ რაღაც უსაფრთხო და მანქანის გაჩერების არ გვეშინია ქუჩაში აი ამას გვეუბნებოდნენ სამწუხაროდ ეხა ერთმა დაწერა მახსოვს რაღაც სოციალურ ქსელებში და მე მგონი სწორი შენიშვნაც იყო რომ ძალიან ბევრმა ყველამ არა რა თქმა უნდა თელფონ საზოგადოებამ არა მაგრამ მაინც ვისაც ეს ვიზუალურად ნანახი არ ქონდა სადღაც რა საზოგადოების რაღაც ნაწილმა ჩათვალა რომ შეიძლება იცი ქურდი თუა ვიღაცა კრიმინალი თუა რაღაცა თუა იმას მოეპყრა არა უკანონოდ იმას მოეპყრა 37 წელი მეტი არაფერი არ მოხდა ღერძელი ხარ ეზო ახლა იმპერიალიზმის აგენტებთან დაიწყეს ზონა და ყველა გაატარი ამ წელს ქვეყნის მტერი ერქვა იმას საზაგვირველი ქურდი ნაკლებია ხო ქვეყნის მტერი ქვეყნის დამაქცევარია და შპიონია და რა ვიცი ყველაფერი ერთად არის ხო რაგნაროდა მაგრამ იქაც კი ტროიკა ჯდებოდა და დოკუმენტს აფორმებდნენ ყოველ შემთხვევაში აქ ადამიანებს კლავენ და ეს უკვე ფაქტია ვიცი ჩვენ იმიტომ რომ იმ წამებით რომელიც ჩვენ ვნახეთ ადამიანები კვდებიან ყველა არა მაგრამ ნაწილი აუცილებლად კვდება არის ასეთი ადამიანების და ეთყობა ესეთი შოკი იყო სწორედ საჭირო რომ საზოგადოება და ქართული საზოგადოება ცოტა სხვანაირად შეეხედა ამ ვიზუალიზაცია ის რომ სამართლებრივი სახელმწიფო რასაც ისჩენს არ შეიძლება ღირსება შეულახო ადამიანს და ესეთი სასტიკი და არადამიანური მოპყრობა ვინც არ უნდა იყოს სულ ერთი ეს ქურდია ყაჭაღია ბანდიტი არ შეიძლება ასე მოქცევა იმიტომ რომ ვინც ასე იქცევა ის იმას უარესი ხდება სახელმწიფო რო ხდება ასე ქურდზე უარესი არის გვეუბნებია რომ უკან დაბრუნება არ გვინდა ხო და ეს არის დაბრუნება კი არა იქ არიან ჯერ 37 წელს გაცნობია ჩვენ იქიდან უნდა ამოვიდეთ ჩვენ არა ვართ 2012 წელში ხალხო ჩვენ არ 1927 წელში რომ შენ თუ მისი მომხრე არა ხარ განსხვავებული აზრი გაქვს და მეტნაკლები გავლენა შეგიძლია მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე მეზობელზე თუნდაც ხო შენ აუცილებლად დაისჯები და შეიძლება მოკვდე კიდევაც თუმცა სასამართლოს აჩორის ტროიკასაც კი შენთვის ეს განაჩენი არ გამოუტანია და ჩვენ ეს გვახსოვს იგივე პარლამენტში როდესაც ისმებოდა ამ საკითხები და მე მახსოვს ახლა იგივე თქვა ოპოზიციონერი დეპუტატების გამოსვლა იყო იგივე წაგარეიშვილი დიასის ხვებისაც აი კონკრეტულ ფაქტებს იგივე თეთრაძის ფაქტზე იმას აი იჯდან კალმატონი კალმახელიძეს ბატონი აი ეს სიცილში რაღაცა აი ნუ ახლა აი სრული განცდა ქონდა აი ცინიკურად უყურეთ მათ ხონდათ განცდა რამას ჩვენ ვერ დაგვიმტკიცებთ ვერ დაგვანახებთ აი იცოდნენ რა თქმა უნდა იმიტომ შეუძლებელია იმიტომ რომ თუ არ იცი და ხარ როგორ გეუბნებიან რომ არ იცოდნენ და კაცი რომ გეუბნება ეხლა დეპუტატი გეუბნება და რაღაც უგდი ადამიანი რომ ვიღაცა აწამის დაინტერესდები მაინც გას გამოიკვლე მაინც გამოძიებას მაინც ჯაატარე მაგრამ შვენივრად იცოდნენ დავით რა არ იცოდნენ იცი ბაბატია დავით რა არ იცოდნენ იცი მაფიოზური სტრუქტურა შექმნეს
ოღონდ არიციან მაფიოზური სტრუქტურის კანონები. ის აუცილებლად სკდება ბოლოს. რუსები რო იტყვიან, კრუგავაია პარუკა აუცილებლად ირღვევა. ის ბანკიერი წესდება. აუცილებლად მეტი ძალაუფლების მოპოვებისთვის, მეტი ფულის მოპოვებისთვის და ასე შემდეგ. დღეს იგივე ხდება, მე ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. ყველგან ფიგურირებს ვანო მერაბიშვილმა გამოგვატანა ეს და კარგად დააკვირდეთ ირმა ინაშვილმა ყოველ შემთხვევაში ასე თქვა, ხო? და ვისთვის გამოატანა? ვისკენ იშვერს ახლა ხალხი ხელს? ახალაიასკენ, ხო? რომელიც კაცმარისად არის სხვადასხვა თუ არ ჩავდით როლანს რომელმაც პრეზიდენტმა თათბირი რო ჩაატარა თვითონ მაჩო ახლა სადაა შინაგან საქმეთა მინისტრი არ ჩანს საერთოდ პრეზიდენტმა თათბირი რო ჩაატარა იჯდა ხუთი კაცი პრეზიდენტის ჩათვლით ხო იჯდა ერთ მხარეს იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურორი მეორე მხარეს პრემიერ-მინისტრი და მინისტრის მოადგილე ბაჩო ახალაიას მოადგილე ond გაითვალისწინეთ რომ ის მოადგილე გაცილებით უფრო დიდხანს იყო თვითონ ვანო მერაბიშვილის მინისტრობის მოადგილე პრაქტიკულად ახალაია მო. როგორც კი პატრიარქმა თქვა, საზოგადოებას მიმართავ ავტორიტეტული კომისიის შექმნის თაობაზე 15 წუთში ახალაიას ძმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები ვიდიან პატრიარქთან. რას არკვევენ იქ? ყველას ესმის, რომ ნებისმიერი საზოგადოებრივი კომისია ერთ კვირაში დადებს ბეჭებზე მთელ ამ სტრუქტურას და სისტემას. ანუ ალბათ არკვევდნენ, საიდან მოდის ეს წინადადება? იქნება არ ღირდეს და ასე შემდეგ. მე არ ვიცი, არა მაქვს ეს კონტაქტი, მაგრამ ვარაუდის უფლება მაქვს, ხო? ანუ მიდის ბრძოლაში და სახელისუფლება. თვითონ რო იყვნენ, ახლა გეტყოდენ, რომ ჩვენ თუ კიდე ბეჭებზე დადება გვინდა, მეტი რაღაცზე უნდა დაიდგნენ, რაც ესენი ტერი იყოს, ესე იგი, ტერი იყოს და რაც იმსახურებენ იმ მდგომარეობაში არიან. ახლა ალბათ საზოგადოებრივი კომისია თუ ბეჭედს თუ დაარტყავს, ესე იგი, ამათ ეს ბეჭედს თუ დაარტყავს ყველაფერს. ხო, სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მივდივართ. თუმცა იქ ჩვენ თქვათ, რომ ეს ხმები რაც ვრცელდება და უნდა თქვათ, როცა გასკდა ეს კაშხალი და გადმოიღვარა, ძალიან ბევრი ადამიანი ალაპარაკდა და კიდევ უფრო მეტი დაიდება და როგორც ჩვენ ჯერ სადავარ, ჩვენ თავზარდამცემი ვითარებები ალბათ ჯერ წიგველოდება, ჯერ ძალიან ბევრი ადამიანი ალბობს და იმ ქალბატონს გამზადება მოუწევს, ესე იგი რომ კალმახელიძე როგორ ესწრებოდა ამ ესე ვთქვათ წამებებს, მერე კალმახელიძე მაინც ზოიაკოს ფოდემიანსკაიას ესე იგი ვთქვათ არ გავს და ალბათ ისიც ალაპარაკდება თავის თქმით ეს არ იქნებოდა მისი გართობისთვის მხოლოდ ეს მოწყობილი და ვინ იცოდა რა იცოდა ეს ყველაფერი ვთქვათ ესე ეს თანათან გამორიცხოთ რა. რა. რომ გართობისთვისაც იყო. ხო, ესეც შეიძლება სადისტებს გამოარჩევთ ხო ერთობიან ამით რა. ხო, მე არ ვიცი, ესე იგი ფსიქიურად დაავადებულმა აპატიეთ თუ არა სწორად თუ ამბობ. იმათი წამების ფაქტები რო ვლინდება, იმათ რისთვის აწამებენ გამაგებინათ. რა უნდათ იმათგან? ერთობიან ხო? ერთობიან. ამ მეთოდებით ჩვენ ეს უნდა ვთქვათ რა. ავადმყოფი ადამიანები, იმიტომაც არიან ავადმყოფები ფსიქიურად რომ ერთობიან. არა იმით რითით ჩვეულებრივი ადამიანი ერთობა, მაგალითად ნარცკი არ თამაშობენ. ადამიანებს აუპატიურებენ ცოცხლებით. ჩვენ როგორც ჩანს და არის ამის ყველა წინაპირობა, ეს მაინც ტელევიზია, ჩვენ საზოგადოება ძალიან მძიმე რაღაცებისთვის უნდა გავემზადოთ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ როგორც ჩანს საქმე ბევრად უფრო მძიმე შემთხვევასთან მქონდა, ეს იყო რაღაცნაირად გიწყდა სისტემა შექმნეს, აი სადაც აი ამაზე დგას პათოლოგიური სისტემა გავაგზავნოთ ამაზე პათოლოგიაზე იდგა ეს ხელისუფლება შეიძლება ითქვას. გრძელდება კონსილიუმი და ბატონები დავით ზურაბიშვილი და ბატონი ლელაშაიშვილი არიან, ჩვენ საუბრობთ პასუხისმგებლობაზე, პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და ადამიანურ პასუხისმგებლობაზე. ელემენტარულად რაც უნდა გააჩნდეს ნებისმიერ ადამიანს, მასწავლებელს, ექიმს, ინჟინერს და მათ შორის პოლიტიკოსაც. ეხლა მე მინდა ესეთი კითხო, ამ ბოლო დროს ესეთი 60-გან გაიელვა ესეთი ვითარება, რომ მაჟორიტარები, რომლებიც და წინასწარ ვისაც არ უნდა იქ იყაროს კეჭი, მე პასუხისმგებლობის კუთხით ვამბობ, როდესაც იყრიან ნაციონალების მაჟორიტარებად იყრიან, მაგრამ რამდენიმე დაწერა რომ მე კი არა ვარ ნაციონალური პარტიის წევრი, უბრალოდ მე იქიდან ვიყრი, მე ჩემ რაიონს მინდა რომ აყვავება. პასუხისმგებლობა რეზო შენ ასე ვთქვათ გამოსწირი ეს ადამიანები დღეს როცა ფარდა აეხადა როგორ გათხოვ თქვა და ნუ გუშინ არ იცოდნენ, მაგრამ დღეს 20 სექტემბერია და ნუ ყველამ ვიცით უკვე და პრეზიდენტმაც დაგმო. იღებენ თუ არა პოსტფაქტუმ იმ ცოცხების ამაზრზენობაზე პასუხისმგებლობას? იღებენ, არა თვითონ რას აიღებენ უპასუხისმგებლობები არიან თუ არ იღებენ და
არა, მაგრამ კითხავენ თქვენ ისინი ხართ, ვინც ამას აპრავებდით. თქვა ხმამაღლა, რომ ისინი არ ეთანხმებიან ნაციონალების პოლიტიკას, მაგრამ მათი სახელით იყრიან. ამას ხო არ იტყვიან, ხო? რა თქმა უნდა იღებენ პასუხისმგებლობას და იქნებიან კიდევაც პასუხისმგებლები. ხო? იმიტომ რომ რას ნიშნავს ახლა მე ჩემი რაიონისთვის, ჩემო კარგო, შენ სია შეგეშალა, პარტია შეგეშალა, ხო? ჩვენ არა ვართ გარანტირებული, რომ არ შეგეშლება სხვა რამე შენი რაიონისთვის, არა? და შენ პარტია შეეშალა ასეთი მნიშვნელოვანი რამ, რომ ვერ ამიტომ მოდი, ვისაც არ შეეშალა, ის იყრის კენჭს და შენ გაიწიე ცოტა ხანს, როცა არ შეგეშლება, მე კიდე მოდი, კაცო. საკუთარ თავში ჩაიხედე, გაარკვიე სათხარ, რა გინდა? თუ არა, ამბობენ, რომ წესიერი ხალხი არის 73 წესიერი კაცია დასახელებული ნაციონალური მოძრაობის სიიდან. წესიერება იმასაც ნიშნავს, რომ თუ არ იცოდი და გაიგე, რომ ის პარტია ან ჯგუფი სამეგობრო წრე უვარგისია, აი ამით ერთობა, რითიც ერთობია, ხო? იმ ჯგუფს არც უნდა მიესალმო, არც ხელი არ უნდა ჩამოართვა და მით უმეტეს კენჭი არ უნდა იყრო და არ უნდა იყო პასუხი, რატო იღებ? შენი შვილები, შენი შთამომავლების, ხო, შვილიშვილების წინაშე პასუხისმგებლობას რატო იღებ თუ არ ეთანხმები? თქვი და გაიწია ასე ძვირი ღირს პარლამენტის წევრობა. არაფერი არ ღირს პარლამენტის წევრობა. თუ არა და ყოფილ ვარ ჩვენ და ვიცით რა ღირს რა. არაფერი არ ღირს. შრომა ხო? უძილო ღამეები კი ბატონო. თუ სხვა რამისთვის მიდიხარ, ეგეც მითხარი. თუ გეშინია, ეგეც თქვი. აქ მე მგონი არის ერთი მომენტი, რაც შეეხება ამ პასუხისმგებლობას. ეს ვიდა ჩავეკითხო ბაბატია დავით რა. ეხლა შიში, მაგრამ მე რა მგონია იცი, ეხლა ადამიანს რო დავფიქრეთ, ეხლა ალბათ ელმაყურს ფიქრო, ეხლა მაგარი გაბედვა უნდა პირიქით, რომ ეხლა ხუთიანი ეს ხელისუფლება იცვლება მიდის გას. მე მიყვარს ეხლა ხუთიანი და მე შენ კითხავენ რომ უკაცრავად მამიო რო კითხავენ ანდა მეზულის ბავშვი შენ ამ ცოცხების ამბავი რო ხდებოდაო, შენო რა პოზიცია გეკავაო, შენო რა ხარო, ვის ხარეზე ხარ ამ ცოცხების ამბავშიო და აი მაგაზე მინდა ზუსტად მაგაზე მინდოდა მე სამწუხაროდ არ ვიცი რაღაცა რატომ მოხდა ასე ეთყობა არ ვიცი თაობების ამბავია ეს რაღაცა პოლიტიკური სიტუაციის რისი მაგრამ აი ძალიან ბევრი ადამიანი ვინც ახლა ნაცმოძრაობაშია ვინც აი არ არის ახლა პირველ ეშელონში ხელისუფლების და უშუალოდ შემოქმედი ამ საქმის ვერაც რომბიერებს აი ამ რეალობას რომ ეს ასე არ არის რა ასე მარტივად ზით აქამდე ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებია განსაკუთრებით ბოლო წლებია, განსაკუთრებით 2007 წლის პერიოდში, აი 7 ნოემბრის შემდეგ. აი მთელი სახელმწიფო მანქანა მუშაობდა რაზე? მუშაობდა იმაზე, რომ აი დაუჟელობის სინდრომზე. აი დაუჟელობის სინდრომზე იდგა, ჩვენ ვიქნებით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. აი ეს რომ ასეთი რაღაცები ხდებოდა ჩვენს პენიტენციარულ სისტემაში და ჩვენს ციხეებში. აი ეს რომ იცოდნენ და იმას ვიც ამას აკეთებდა, იმას ჰქონდა რაღაცაად ასეთი განცდა იმისი, რომ ეს იქნება ჩვენ არავინ ამას ვერ გაიგებს. 30 წელი იქნება კიდე ეს ხელისუფლება, 25 წელი და რაც მე გავაკეთებ, რასაც მე გავაკეთებ, ეს დაიმპასდება. ის კი არა რომ მე ამისთვის დავისჯები, პირიქით დავიფასებ. 25 წელი არ იქნება ასე ამბობენ. და აი ახლა უცებ ეს ამბავი რომ აი დაინგრა ყველაფერი, იმიტომ ეს თელ სისტემას ანგრევს, ამაზე იდგა. იგივე მაგალითად მე თუ ვიცი ახლა სიტყვას ეს ზონდერები რო ყავდა და რო ხალხსურაც ეს ხო მარტო ციხეებში არ ხდება, ეს საერთოდ ყველგან ხდება. თელ ქვეყანაში ხდება და გარეთაც ხდება და სხვა განაცხადი სკოლაში ხდება, მასალას აშენებენ და ამათ ხო რა თქმა უნდა ეს დაშინებები, დატერორებები, მივარდნები, რა ვიცი ახლა რაც არის და სწორედ იმ ტიპა ვინც დამტერორებელია, იმას რომ გარანტია აქვს მიღებული ამისთვის ჯილდოს მიიღებს ხელისუფლებისგან კიდე დიდხანს იქნება ასე. შვილებსაც გაზდის ისე და რაღაცა და ავარჯება საზღვარგარეთ და რაღაცა სოფლიო ჩემპიონატზე მე რაღაც საგულშემატკივრად ოლიმპიადას დაესწრება და ასე შემდეგ. მაგრამ ეს გარანტია უნდა რომ ამისთვის არ დაისჯება. თუ დაუშვათ იქ 1-2 დასაჯეს იქ ვინც აი ციხეში ამას აკეთებდა მეორე დასაჯეს დაინახა მესამე ციხეში. მის მერე დაფიქრდება რომ ეხლა რო ეტყვი რომ წადი შენის დაატერორო შენ აღარ წავიდეს იფიქრებს რომ კაცო. აი ეს მეორე რო აკეთებდა დაიჭირეს ამის გამო. ასეა, თემსოფლიოში ასე არის, ანუ გარდუვალი სასჯელი შიშით არ აკეთებინებს, თორე ასეთ ნაძილებს და ასეთ გარეწებს ყველგან მონახავ, ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურაში მონახავ ასეთ ტიპებს, რომელიც ამას გააკეთებს. მაგრამ სწორედ აი ეს სასჯელი შიში არსებობს, ეს რომ გაირკვევა, მე შენ სასტიკად დაიჯებ პოლიტიკურადაც, მორალურადაც და პირდაპირ სამართლებრივად. აი ამიტომაც ეს ხელისუფლება, ეს სისტემა პრაქტიკულად უკვე არის დანგრეული აი ამ ამბავით. მაგრამ ვერ გააცნობიერა ბევრმა. კიდევ იქ არიან, კაცო და ისიც არ უნდათ რომ გადადგეს და უშოთ იქიდან რაღაც თანამდებობიდან ზოგადად ისე უნდა ზოგადად პარტია და დეპუტატობის კანდიდატობა უარი თქვას. ამაზეც ვერ მიდის. მაინც იცი რაღაცა ელაპარაკება შეძრო როლანდა ხალაიო რომ გეტყვის რომ ის არის შეძწუნებული თურმე ამამბი და ხო ეს რაღაც ცოტა ცინიზმი აღარ ქვია ამას რა იმიტომ რომ ახლა როგორ ვინც არის შემოქმედია საქმე მისი გაზრდილია
ვიცას შემოქმედი არის ამ სისტემის ერთი წუთით ახლა სხვა მიზეზებიც არსებობს მაგათ ახლა იმისი არ იყოს ჩვენი მგლის თავზე სახარება გამოვა მაგრამ მე მაინტერესებს აი მოსახლეობასთან და დავინახოთ რა ტიპთან გვაქვს საქმე ეგეთ წოდებულ კანდიდატთან რომელიც არის შეძრწუნებული, ვინაიდან პრეზიდენტად თქვა რომ შოკირებული ვარ, სხვადასხვა ბევრი იმეორებს ამ სიტყვას და ამბობს რომ თვითონაც რომ შოკირებულია. სანქციად მიიღეს. ხო ეს მიიღეს, უნდა იყვნენ შოკირების უფლება მიეცათ. მაგრამ საინტერესოა ტიპი უნდა დააყენა რომ მართალია შოკირებული ვარო, გვარებიც ახსენეთ ახლა თქვენ. მართალიაო რომ ეს თურმე რა ხდებოდა არ ვიცოდიო და თხემალზე ვიჯექიო. მე ვითომ თქვა გჯერა მივყვებით, მაგრამ მაინც მე უნდა ამირჩიოთ. მართალიაო ესე იგი თვითონ რას ყვება იცი ვარო ბრიყვიო ერთი რა არაფრის აზზე არა ვარო მაგრამ ეხლა ამეხილა თვალი მაგრამ მაინც მე უნდა ამირჩიოთო მე უნდა გამოვასწორო ეს საქმე და აი ამ ტიპთან გვაქვს საქმე ხო ფაქტობრივად კი რა თქმა უნდა და მე ეს მაგვირებს რომ ეს ჯალათი ყოველთვის მოინახება მაგრამ ეს ხომ სინამდვილეში გამოდის რომ შეკვეთა იყო და ამაზე იღებენ პასუხისმგებლობას ამ ჯალათების მიმართ თქმა უნდა რა თქმა უნდა და ჩვენ ვდგავართ ამ დიახ ასია და ეს არის პასუხისმგებლობა აი თქვენ თქვით ვიღაცა რომ თვალი უნდა გაუსწორო ვიღაცებს თვალს უსწორო ხო და დაში გამოიხატება ეს რომ შეწუდებული ხარ აი თქვენ როლად ახალაია როგორც გითხეს მომავლის ვარსკვლავი ხო ესეა მე მაგალითად უსმენდი შეიძლება ალასანია ვიღაცას მოწონდეს და ვიღაცას არ მოწონდეს მაგრამ უყურებდი და ჩვენის ტელევიზიას ყველაფერი შეუულებთ ხო უყურებდი რომ ალასანიას უნდა წარსულში დაბრუნებაო და ეს არის და როლად ახალაიას უნდა მომავალში ახლა ჯერ კაცო მოხუცსაც პატრიონაცებ და მე და შენ ახლა დალტოლები ვარ და არა ვართ ახლა მაინც ახალი ახალგაზრდა თაობა ხო თქვა უნდა ხო და ნუ პირიქით არა ახლა თუ შეწუნებული ხარ კაცო მე რა რო შეწუნდი რა უნდა სხვადასხვა არის ვასიკო მან არ არის ერთი სახეობა ნუ კონფორმიზმი ერთია ხო შოკირებულია ისიც ამას უფლება აქვს ოღონდ იმ დონეზე შოკირების უფლება არ აქვს მისი რანგი შოკირების უფლება აქვს მეტი არ შეიძლება რა უფრო მეტ აღშფოთება ზოგი არის შოკირებული და თავზე გაცემ კონფორმისტია ზოგი სკოლის მერხიდან პარლამენტში მოხვდა და ესე 50 წელი ციხეში რო იჯდება კაცი და გარეთ გასვლა რო არ უნდა ხო ასე არიან ზუსტად რა არაფერი არ იციან სხვა ჯდომის გარდა არა ხელისაწევაც იციან ეს დიდი პროგრესია ისწავლეს სწორად ხელისაწევა ჯალებში რა თქმა უნდა ხო ზოგს აქვს შიში მე არ ვიცი პარლამენტის წევრებზე და კანდიდატებზე მაგრამ ზონდერები ახსენებათ აი ზონდერი აკეთებსო იმიტომ რომ საჩუქარს მიიღებსო და მე ვიცი რომ შიშის გამოაკეთებს ზოგიერთი მათ შორის ძალიან ცუდი საქციელების ჩამდენები აი ამ საარჩევნო კამპანიის დროს მე ასე მითხრეს რომ ჩვენსკენ შემოთვალეს რომ მირჩევნია თქვენ დამიჭიროთ ვიდრე ამათმა დამიჭიროთ და ჩვენ დღეს ზუსტად ვიცით რატო ურჩევნია რომ ჩვენ დავიჭიროთ თუ დამნაშავე ვიდრე ამათმა იმიტომ რომ ჩვენთან ცოცხი უბრალოდ გასაგებია დასუფთავების ხელსაწყო იქნება მეტი არაფერი ასე რომ ესეც არსებობს არ მოიძგინეთ და ზონდერების უმრავლესობაში ეს არსებობს მაგრამ ეს უკან ციხეში შეტრიალები ხო გესმით ხო ასე რა თქმა უნდა მაგრამ ეს ზორედი ის განცდა მაინც რომ ეს ხელისუფლება დიდხანს იქნება მაინც გონდა და აქვს რა თქმა უნდა ეს იქნება კიდევ 25 მაგრამ აქეც ასველებს სიტყვას რომ მაგრამ ეხლა რა მექნა მე მგონი მოდის ის დრო როდესაც ძალიან მკვეთრად შეიძლება ყველაფერი და ჩვენ ალბათ კიდევ ბევრი ეს გავლენას არჩევნების შედეგებზე ვერ მოახდენს მე კარგი მე მინდა გითხრათ არის ვთქვათ ესეთი მოდი ცოტა ხანს მე ვიქნები მიამიტი და დავიჯერებ რომ მართლაც ადარდებთ ორიენტაციის საგარეო ორიენტაციის საკითხი მათ შორის ამ ერთი წიგნთან ქვეყანაში სადაც ყველა კარგად ვიცნობთ იმ კანდიდატებსაც ძალიან კარგად ვიცნობთ და რომელიღაც იმ კანდიდატს რომელთაც მე და შენ და რეზომა ძალიან კარგად ისიც კი ვიცით რამდენი ცალი წიგნი აქვს წაკითხული მოდი რეკლამის შემდეგ გავაგრძელოთ ამაზე საუბარი კი ბატონო გზელება კონსილიუმი ჩვენ საუბრობთ პასუხისმგებლობის თემაზე, რომელიც აუცილებლად უნდა გააჩნდეს ადამიანს და ალბათ ადამიანის საერთოდ ამით ფასდება რადონის პასუხისმგებლობა აქვს მაგ საერთოდ გარემოს მიმართ და საკუთარი თავის მიმართაც კონსილიუმის წევრები არიან ბატონები რეზო შტევაშაშვილი და დავით ჯურაბიშვილი ჩვენ საუბრობდით თან პოლიტიკაშიც მონაწილეობენ თუმცა დღეს ისეთი სიტუაცია რომ საკუთარი პოლიტიკური იმედზე არ საუბრობენ ჩვენ საუბრობთ ისეთ გაჭირვებაზე რომ მართლა აქ აღარ არის სწორად გამიგე არც პროგრამის დრო არც ის დრო
იმიტომ რომ აი საუბრობთ ესეთ რამეზე გავაცნობიეროთ რომ მანამდე საუბრობდა თქვა ბევრი ადამიანი ეხლა რომ შეძრწუნებულია და შოკირებულის უფლებაც აქვს ესე იგი მიცემული და ესახის რომ მათ როგორ უნდათ ესე იგი საგარეო ორიენტაცია თქვათ როგორ უნდათ ნატო როგორ უნდათ ევროკავშირი როგორ მიისწრაფიან იკითხენ ყოველ შემთხვევაში ამას ამომდენ და ნუ თქვათ მე რო ვიყავ ეს მარწონემდე რომ აი მაგალითად იგივე დათო ზურაბიშვილს აქ საგარეო ესე ვთქვათ აეშინიათ რომ დათო რუსეთში ესე იგი წავა მაგრამ აი თუ უცებ შუქია მოთახში და ხელში დაუნახეთ ცოცხი და ესე იგი თურმე სინამდვილეში ვინ არის აქ შეიძლება რომ ამ ადამიანებმა პირდაპირ ვილაპარაკოთ რომლებიც ესე იგი პოლიტიკის ანაბანა არიციან რომ ელემენტარულად გააკეთონის და ახლა ამათმა ილაპარაკოს საგარეო პოლიტიკაზე აი ნატო რო უნდა მაგალითად ვიღაცა სერიოზულად ეხლა რაღაცა მაღალ ასეთ იდეალებზე ლაპარაკი საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებზე რაღაც იმ ხალხისგან რომელიც ასეთ რამეს აკეთებს ეხლა წეღებში რა თქმა უნდა ეს არის აბსურდი სრული შეუძლება კი ყველაფერი შეიძლება საერთოდ ქვეყანაში შეიძლება თქვა აი ჩიკატილო რო ესეთ როგორი მანიაკი კვრელი გველაპარაკოს გენდერულ თანასწორობაზე შეიძლება კი აღა იდეაში მაგრამ დაახლოებით იგივეა რა რასაც ესენი აკეთებენ ახლა ველაპარაკებია რაღაც იდეალებზე ამდო აკეთებენ რას და ყველა მისის მონაწილეა აი მაგალითად შუქი აი თო და თურმე რას აკეთებენ ახლა რა ევროკავშირში შესვლა თუ გინდა შეკაი ადამიანიშვილო ნატოში შესვლა თუ გინდა ახლა ასე გვინდა შესვლა ახლა ეს წარმოუდგენელი რაღაცა მაგრამ აქ სხვა ის მომენტი იყო აქ მომენტი იყო ის და რატო კონტაქტებდნენ ასთან ახალაიაზე არა ახლა ლაპარაკი ვიღაცები ითხოვდით ხარო სამხელისუფლების მომხრეებისგანაც გავიგე რომ უნდა გაანთავისუფლო ახალაია და თუ არ გაანთავისუფლება ახალაიას და მეტყვი რომ კიდე სახელმწიფო ამაზე დგას ეს ბატონი ციკლაური იძახდა დღეს ოდობე დიდი რეფორმატორია თემსოფლიო გადარებულია მის რეფორმებზე და ცოტა ხნის წინ კიდე ბატონი სააკაშვილიც იძახდა რომ ფრანგები ჩამოდიან სასწავლებლად ამერიკელებსო ძალიან მოწოთო ეს ამერიკელები ახლა ხო როგორ ხასიათზე არის საერთოდ ახლა ეს ცოცხები რო დაუნახეს ამათ და თუ აი ეს არის თუ აი მართლა ასეთი თუ ქლისპრის მოხრეებს ითხოვენ მოხსენ მაგრამ რა ვინ როგორ უნდა მოხსენ როგორ უნდა დაიჭირონ ახალაია თვითონ ამათ როცა ეს არის ამ ხელისუფლების ახლა თვითონ არის თავისთავად არ დაიჭერენ ამას ფიქრობ ანუ ეს ნიშნავს რომ მაშინ უნდა აიღონ ის პასუხისგებლობა რაზეც აგერბადო რეზოს ლაპარაკობდა გადადგენ უნდა წავიდნენ მაშინ უნდა იმიტომ რომ ეს ახალაია ასე ხარ ყოფილა მოიყვანეს მეცეო დაზვეს გმირად გმირს უწოდებდნენ არა მარტო ის ყველანი ეს ხელისუფლების ელიტა რომ ეს არის გმირი მან დაამარცხა კურდული სამყარო ძალიან კარგად იცოდნენ რომ სწორედ აი ასეთი ცოცხებით და რაღაც ასეთი მეთოდებით ამ გაუპატიურებებით და ასეთი მეთოდებით დაამარცხა შვენივრად იცოდნენ ეს ყველაფერი და ჩვენს პოლიტპატიმრების და ასე აპირებდნენ მე რომ ამით უნდა მოსპოთ თურმე ჩვენ კრიმინალური სამყარო მე რაღაც ეთქობა რაღაც ახალი ადამიანი გამოიყვანოთ ეთქობა ყველას გავატარებდნენ ამ პრესში და მე ესე მე უნდა შესულიყავით არ ვიცი სად ევროკავშირში თუ ნატოში არ ვიცი ხა ამიტომ ეს ძალიან ისეთი შეუსაბამო რაღაცები არა ნატო ევროკავშირი და აი ასეთი რაღაც პოლიტიკა თუ ქვია ამას ასეთი ქცევა და ეს ასეთი ბრძოლა კრიმინალთან და პირდაპირ იძახდნენ პირდაპირ ლაპარაკობდა იგივე სააკაშვილიც რომ აი ქურდული მენტალიტეტი ჩვენ გავუტეხეთ დავამარცხეთ აღარ არიან ქურდები და აი ხალხო ეს იყო ერთ-ერთი სატრაბახო შემთხვევით არ დაბრახობდა რომ ფრანგები ჩამოდიან ჩვენ ციხეს მართო რო ისწავლოთ ჩვენთან ცოტა ხნის ეს იყო სარეკლამო და უცებ აი მოვიდათ ასეთი რამე აი გაუბაზრდათ როგორც იტყვიან და ეხლა არის ეხლა უბრალოდ ასეთი რაღაცა როცა გასკდება მე მგონი საერთოდ უნდა დაანებოთ თავის საერთოდ ლაპარაკს რა ყოველგვარი ევროპა და საგარეო ორიენტირება არ უნდა მელაპარაკო ეხლა მე რომ შენ გინდა წარსულში დაბრუნება შენ გინდა რუსეთი და მე მინდა რაღაც დასავლეთი და ის ელემენტარულად რაღაც ელემენტარულ მორალურ რაღაცებზია უკვე ლაპარაკი რაც მე დღეს მესაუბრებოდა ერთი გამოცდილი დიპლომატი ძალიან გადამდგარი ძალიან სერიოზულ საქმეებში მონაწილეობდა ის გერმანელი პირადად მესაუბრებდა არ დავასახელებ მან თქვა რომ სულ ყველაფერი არ ყოფილიყო არაფერი არ ყოფილიყო საერთოდ ის ახლა უბრალოდ ანალიზს აკეთებდა და არც ახლა აი მხოლოდ ეს კადრები რაც გავიდა ამან მინიმუმ 10 წლით გადაწია ნატოს ამბავი იმიტომ რომ ძალიან ბევრი დრო დაგჭირდებათ როგორც არ უნდა შეიცვალოთ დაარწმუნოთ რომ ასეთი რამ საფუძველში გაქვთ მოსპარი ეს ახალ ხელისუფლებასაც დიდი ძალისხმევა დასჭირდება იმიტომ რომ ეგეთი რამ დღეს სოფლიოში არავისთვის არ დაუბრალებიათ ფასეულობები ეს არის ქრისტიანული ფასეულობები ხო? ამით განსხვავდება მთელი დანარჩენი სამყაროსგან ასე არ არის ეს ქრისტიანული ფასეულობებია უკან ცოცხი ეს არის ქრისტიანული ფასეულობების უმაღლესი დონე ამას აკეთებენ ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ან თვითონ ან მათი ჩუმი თანხმობით ან ღია თანხმობით ან გართობის მიზნით ეს ქრისტიანული ფასეულობებიან მე მედიან ეკლესიაში და პირჯვას იწერენ აღსარებას ამბობენ ზიარებას ხდებიან ვერ დავიჯერებ ამას ხო
დასავლეთი მინდა, იმიტომ რომ ეს არის ჩემი მშობლიური გარემო. ქრისტიანული ზნეობის და კულტურის გარემოა, ხო? ხო და მივიღეთ ამ დასავლეთისკენ სწრაფვით, ვითომ სწრაფვით, ეს ხო ჭრალებშია ყველაფერი, სადა ერთ ადგილზე დგას ეს ვაგონი. და უკან მიგორავს. მივიღეთ ცოცხების ქვეყანა. და მაინც მე ისე პასუხისმგებლობაზე ვარ და ნუ გებავთ რჩევათ იყოს ახლა ეს არის რომ მე მაინც ჩემი ქვეყანაც მეწოდება და მე მინდა რომ ეს გახდეს და ყველას გვინდა ახალი გაღვიძების და ახლა უყურებ მე დეპუტატობის კანდიდატს რომელიც მივარ რომელიღაც სოფელში და მას ადამიანები ჩაუბატონებო ბევრს გიცნობთ ესე იგი უყურებენ რომ შენ ისახარ ბიჭო ცოცხი გიდგას უკან შენ ცოცხი გიჭირავს ამ ცოცხს კიდებ ხელს მეც მომაკიდებინეთ ამ ცოცხზე ხელი ეხვეწები როცა სიაში ხარ ჯერ ერთი თუ გამარჯვების იმედი გაქვს დამეტანი პოლიტიკური ალღო ვერ ქონია ახლა თუ გამარჯვების იმედი აქვს და ხა რომელიმეს გონია ან რომ ახლა რაღაცით ახლა შეაშინებს ვიღა ორიენტაციი და მას ვინმე ხმას ვიცებს და მეორე ელემენტარულად არის სიცხვილე და მესამე რომ ბევრი სიცრუე გროვდება ამითი და ბევრი ბოღმა გროვდება. თუმცა კარგი თუ შეიძლება ამ საშინელებაში რაც იყო ალბათ არის აი ახალგაზრდობის გამოსვლა და სტუდენტობის გამოსვლა აი ეს და მათი სამოქალაქო ეს იმედით იმის გვაძლევს ყველას იმიტომ რომ აი ამდენი ახალგაზრდა მე არ მინახია მართალი გითხრათ კაი ხანი თან ეს ხო ახალგაზრდული აქცია თავიდან ბოლომდე თქო ეს არ არის პოლიტიკა ახალგაზრდები ბევრი გვინახავს ეროვნული მოძრაობის დროს მაგრამ ის იყო შერეული ერთმანეთში ხო ახალგაზრდაც ბევრი იყო და ჩემი ასაკისაც და ასე შემდეგ აქ მარტო ახალგაზრდები არიან სპეციალურად არ მივდივარ იქ იმიტომ რომ იქ პოლიტიკოსი არ უნდა გამოჩნდეს ისინი არიან რადიკალურები ისინი არიან სამართლიანები ისინი არიან მამაცები და ვაშკაცები და როგორიც და ბიჭებიც და ასე უნდა გააგრძელოს. და როცა უყურებ, ოღონდ შვიდად. აი ეს არის გზა ევროპისაკენ, ეს არის სწორედ ის და მე განსაკუთრებით ეს უკაცრავად ესე იგი ეს ტელეფონი დამჩენია ჩართული ძალიან დიდი. უპასუხე შენც. მოვიდა ჩვენ შეცდომა და მარტო შეცდომა ხდებოდეს ესე ქვეყანაში, მაგრამ ეს ახალგაზრდები არიან თავისუფლები, ლაღები და როგორც სიტყვიან უყურეს ამ სიტუაციას და ამოიღეს და არა აღშფოთენ კაცო რა დაინახეს ხო? აღშფოთება ასეთ რაღაცაზე რა ხარ? მათი და მათი მეგობრების მომავალი, შესაძლო მომავალი დაინახეს რა. და არ უნდათ ეს მომავალი. და მათ წინაშე პასუხისმგებლობა ჩვენც არ დაუშვებთ ამ მომავალს. მათ წინაშე პასუხისმგებლობაც არის პოლიტიკოსების ასე რომ ჩვენ დიდი არჩევანის წინაშე ვდგავართ და მე მგონი ძალიან უცნაურ სიტუაციაში აღმოჩნდით ეს არ არის უშუალოდ ალბათ მე ესე მგონია პოლიტიკისთვის უშუალოდ კარგი ჩვენ ეს ჯერ კიდე წინა გვაქვს იმიტომ რომ უცებ რეალურად არჩევანი თითქოს დაიკარგა აღარ არის პროგრამების აზრი იმიტომ რომ ახლა ერთდროულად ერთხელში ცოცხი ეკავოს ხელისუფლებას პირდაპირ და მეორედ ლაპარაკობდეს ახლა სოფლის მეურნეობაზე და მეტ სარგებელზე ადამიანს რომელიც ой ახლა მათი ზოგი თავისთავად მეტი სარგებელი ხარს ու ძალიან ცინიკურად ჭირს უკვე რა ციგნში უნდა მეტი ცოცხი ხალხს ესე იგი რომ ახლა ერთი რამე და ერთ მომენტში და გავუსახოს სხვადასხვა ამ ხელისუფლებას პირადად მიხეილ სააკაშვილისაც მუდმივად ქონდა პრეტენზია რომ ისინი არიან აი ახალი თაობის და ახალგაზრდობის ინტერესების გამომხატველი უფრო არიან ვიღაც ჩარეცხილების თაობა რომელსაც ჩვენც ვიგვაკუთვნებდნენ ხოლმე ეს ორი შემთხვევისთვის და კიდევ ვინც თვითონ არ მოძიოდა თვალში ყველა და აი მოდის რაღაც ახალგაზრდები რაღაცა ინგლისური კომპიუტერის სოდნე რაღაც სხვანაირი ღირებულებებზე უფრო ლაღი საბჭოთა მენტალიტეტით არ დამძიმებული თაობა და ეს თითქოს მაგათი იყო და მართლაც მოვიდა ეს ხალხი ხო და აი დღეს მოვიდა ეს ახალი თაობა რომელიც ინგლისური ძიცის კომპიუტერი ძიცის ინტერნეტის საბჭოთა ემით არის დამძიმებული არ უნახავს არავის და რომელიც სრულად აბსოლუტური უმრავლესობით უყურებს ამ ხელისუფლებას როგორც ჩამორჩენილს, როგორც ძველს, როგორც რაღაც ჩარჩენილს სწორედ იქ, სადაც თითქოს ჩვენ გვაბრალ, ნუ წარსულში გვეკაჭება. იმიტომ რომ ის რაც ჩვენ ნახეთ და რაც ნახა და რაც გამოიწვია ასეთი პროტესტი. ეს არის სწორედ ყველაზე შავმლილ წარსულში დაბრუნება, აგერ ითქვა კიდე 30-იან წლებში საბჭოთა კავშირის, რომელიც მხოლოდ ასე ლეგენდად ვიცით ჩვენ. ისე ჩამორჩენილი კომპლიმენტი, ჩამორჩენილი იყვნენ ესენი 18 სექტემბრამდე და 18 სექტემბრის შემდეგ ეს რაც ესე მოხდა, ეს უკვე ჩამორჩენა აღარ არის, ეს უკვე არის იგივე ახალგაზრდა თაობაში სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ეს არის უკვე რაღაც აი გუშინდელი დღე აშკარად რომელიც საკოშმარი უბრალოდ დღეც აღარ ქვია გუშინდელი კოშმარი რომელიც აღარ უნდა გამეორდეს ამ ქვეყანაში ხამდე სხვადასხვა შეიძლება ბევრს არ აქვს წაკითხული და ასე მიბრუნდიან სოლჟენიცინის გულაგის არქიპელაგი მე ვიცი ეს ჩვენ წაკითხული და უბრალოდ გაიხსენეთ ახლა ვიგონებდი ასეთი შემთხვევა სოლჟენიცინის გულაგის არქიპელაგში მე მგონი სულ 1 თუ 2-ია აღწეს ვთქვა აღწერილი სხვა ტიპის სამებები აი ესეთი ტიპის სამება სხვა სიტუაცია ხო არა იცი ვაკებ მაგრამ არა
տեսფარა ის მათი ფანტაზია აქამდე ვერ მივიდა. ეხლა ჩვენ ამ პასუხისმგებლობაზე როცა საუბრობდით თანამდებობებს არის რომ ჩვენ ვართ 2012 წელია და საქართველოში არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც მათივე სიტყვებს თუ დავიჯერებთ, გამოეპარა ისეთი რამ, რომ აბსოლუტური პათოლოგი მონსტრი, აი რაღაც საშინელებათა ფილმში თუ წინში როა ვერ აღწერა ისეთი რამ, გამოეპარა და საშინელი სიმახინჯე შვეს. ჩვენ არ ვიცით სადამდეა ეს მეტასტაზები, თქვა წასული და კერა არის თუ არა აღმოფხრილი, თქვა ამ მეტასტაზებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ ესეთ ვითარებაში ვართ. ასე რომ მე მგონია რომ ნებისმიერ ვითარებაში ამ სიტუაციის სწორად განახვა და შემდეგ სწორი ნაბიჯების გადადგმა ნებისმიერ სიტუაციაში მე მაინც მგონია რომ ჩვენ ის პატაკურდაძის სიტყვებს ისე გავიმეორებთ და სვამას ვიმეორებ ჩვენ ისე ვეღარ ვიცოცხლებთ როგორც ეს არის და როგორც ძალიან დიდი დაცემა ხდება ხოლმე შემდეგ რაღაცა დიდი აღმასვლის და როგორც არის ერთის მხრივ ეს საშინელება და თავზარდაცები მეორეს მხრივ ეს ახალგაზრდები და ეს არის ამი დავამთავროთ აწყო თუ არ აქვს წყალოს მომავალი ჩვენია და ჩვენ ხვალ შევხვდებით საღამოს 8 საათზე მადლობთ რომ იყავით ჩვენი სტუმრები დღეს